მიმიკა, მოტორი, ადამიანი ჩაიკეცა, აი ამას ვაქცევთ. ხმის დარტყმის ძალა, რა ვიცი ხა აი ხო აქ ხმა, მაგრამ ან ტკივა ფიზიოლოგიურ რეფლექსებში. ესე იგი იწყება ქსოვილოვანი დაზიანება, როცა უკვე ხილულია დაზიანება და ეს უკვე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ არ აღინიშნება. ჩვენი განხილვის თემა მხოლოდ რჩება ფიზიოლოგიური რეაქციები. ანუ ცილის გაწმის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს. ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. ანუ თუ მე სახეს არეში დამარტყამენ, პირველ რიგში, რასაც ადამიანი აკეთებს. აი რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი, ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო ტკივნეულ ადგილას. ეს არის აი ეს მოძრაობა. თუ ტკივილი ხანგრძლივი ხასიათის არის ავტომატურად, მაშინ შეიძლება რომ ადამიანი ნუ ეს ეხა მე არ აქ კვანტურ მედიცინაზე არ ვსაუბრობ, ეს ყველა ჩვენთაგანშია, ეს ყველა ჩვენთანგანს გამოუცდია რა. იქ რასაც მე ვხედავ და იმით საზღვრავ, ეტკინა თუ არა პაციენტს, ეს არის რომ დარტყმა, თითები, ხელები არის შეკრულ მდგომარეობაში და ძირითადად არის აი ეს მომენტი. ხდებით, არა ეს მომენტი, რომ აი გაშალე ხელი და ავიღე, ესე ვთქვათ, მანძილი დიდი და დავაწყე, არა. ეს არის. აქ არ იკვეთება არც ერთი მათგანი გარდა თავდაცვისა. ამიტომ აი ეს არის ჩემთვის, ასე ვთქვათ, რატომ დგავარ მე აქ, ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმო.